საკრებულოში პირველი სხდომა გაიმართა. ახალი მოწვევის სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრად არჩევა მიულოცა. მისივე თქმით, საკრებულო 50 წევრით დაკომპლექტდა. მათ შორის 25 პროპორციული და 25 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წარმომადგენლებით. საკრებულოების სხდომები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, სადაც თითოეული ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ყველას ულოცავ დღეს საკრებულოს მერვე მოწვევის სხდომის გამართვას, თქმა უნდა, მათ შორის ოპოზიციასაც, იმიტომ რომ რამდენითაც არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპონირების რეჟიმი იყოს და საკრებულოს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ასთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ოპოზიციის მუშაობის რეჟიმი, საკრებულოს სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღება, რომ მათმა ბოიკოტმა გამოიწვია ის, რომ დღეს წინა საკრებულოში იყვნენ 21 წარმომადგენელი და დღეს არის მხოლოდ 5. რა თქმა უნდა, ეს შედეგია, რომელიც დღეს მიიღო ოპოზიცია. საკრებულოს თავმჯდომარე არ არის მხოლოდ და მხოლოდ მართველი ძალის თავმჯდომარე, ბუნებრივია, ეს არის საკრებულოს თავმჯდომარე და მე ვუთხარი კიდევაც, რომ ჩემი სამუშაო რეჟიმი, ჩემი კაბინეტი ყოველთვის ღია იქნება მათთან ურთიერთობების, თუ იქნება პირველ რიგში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ზაობა და კონკრეტულად თემებზე სასაუბროდ თუ იქნება ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზათა ვართ თანამშრომლობად. ასეთთან დაკავშირებით ჩვენი ძირითადი მიზნებია, რომ შევამციროთ მაქსიმალურად რეგულაციები, რომ საერთოდ მთავრობა, მათ შორის ქალაქის მთავრობა ჩაიხსნას ადამიანებს, ჩაიხსნას ბიზნესს, არ იყოს ხელშემშლელი ფაქტორად და ქალაქი განვითარდეს უფრო სწორი მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ 57-ვე მუნიციპალიტეტში საქართველოს მასშტაბებში დავაკენოთ საკითხი ანტიკორუფციული სამგამოძიებო კომისიის შექმნის. ნახოთ რამდენად გამოგვივა, მაგრამ სადაც შევძლებთ, ხმას მივაწვდით. სადაც დავინახავთ დარღვევებს ყველაფერზე ვისაუბრებთ, ბრიფინგები იქნება, გამოსვლები იქნება, აქციები იქნება თუ პერფორმანსები იქნება და რაც თავარია, ადამიანებს აქვთ მიმდინარე პრობლემები. გასულ დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში შესაძლოა დღესვე გაიგზავნოს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენს სარჩელს ქართული ოცნების, ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების 88 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოზლიერი საქართველოს და კოალიცია ცვლილებებისთვის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ. მანამდე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ახალი ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მართველი გუნდის ქმედებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური რეპრესიის პროცესი, სამწუხაროდ ის ვითარება, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს, ქმნის საშუალებას არ გვაძლევს, რომ რაიმე ფორმით შესაძლებელია სამართლებრივ პროცესთან მქონდეს საკითხი. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება შეიტანს ამ ეგრეთ წოდებულ სარჩელს, ჩვენი გუნდი უფრო მეტ დეტალს გაახმოვანებს იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს დამემართებაში, ისე სხვადასხვა აქტივობის და მათ შორის ქვეყნის გარეთ ოპერირებასთან მიმართებაში, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია. გაუგებარი არის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ლელოს წინააღმდეგ და მინდა
ჩვენი მხარდაჭერა პირველ რიგში ლევოს გამოუცხადო და რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მე ასევე ეჭვმეპარება იმაში რომ მოცნობას მართლაც სურს გააუქმოს ასე ვთქვათ თუ აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა რომც მივიდეს ეს პროცესი ბოლომდე და საკონსტიტუციო სასამართლო მართლაც სამართლებრივად აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ვიხილავთ პროცესს როდესაც ნაციონალური მოძრაობის როგორც შიშის ფაქტორი ოცნებისთვის იქნება მისთვის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოსაყენებელი ეფექტური იარაღი. ამდენი ხმაურის შემდეგ ფაქტობრივად რეესტრიდან რაღაც მონაცემები წაშალეს. იმიტომ რომ თუ პარტიის ნომინალური აკრძალვა, ეს პარტიები ისედაც არ არსებობენ. არჩევნებში ისინი მონაწილეობას არ იღებენ. ერთ-ერთი ლელო იყო, ვინც ნომინალურად არსებობდა, მაგრამ ისიც მათი ლიდერები დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. ამიტომ ფაქტობრივად არაფერი არ აუგზავნებთ. იმიტომ რომ თუ ის ხალხი გაერთიანდებოდა ახალ პარტიას შექმნიან, მას დიონ მაშინ ახალ პარტიებს და ყოველთვის აკრძალვით უარ დაკავდებიან. როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ ნებისმიერ დემოკრატიის ვალდებულება რეაქცია რადიკალიზმზე, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთა დაკავშირებითაც მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს პირი, რომელმაც გუშინ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეათე საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრების მიხედვით პირი, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია, აქციის მონაწილეების სიახლოვეს ავტომობილით სახიფათო მანევრს ახორციელებს, რა დროსაც ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ მანქანას ეჯახება. ასევე კადრში ჩანს, რომ მის შეჩერებას პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, თუმცა ამის საპასუხოდ მძღოლი ავტომანქანით მოძრაობას უშუალოდ სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელი პირის მიმართულებით ახდენს და მას ეჯახება. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ, რის გამოც მათ ქუჩა გადაკეტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე 2007 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მიუთკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციო დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.